მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი და კომენტარებთ და ლაიქებთ ვიდეოებს. წელს პირველი გამოჩენაა, პირველი ვიდეოა, რომელიც უნდა ჩავწერო ხა თქვენთვის. პირველ რიგში აუცილებლად გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს, შობა ახალ წელს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენი ბედნიერების, სიმშვიდის, სიუხვის და წარმატების მომტანი. სანამ დავიწყებ გაშლას, მინდა დაგიანესოთ რაღაც პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, საჩუქრებივით, ხო, ესე გამოდის. მოკლედ, ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა ფასდაკლებებს და შესაბამისად ვაგრძელებ ამ ფასდაკლებებს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანი არის სახსრები, როგორც ვიცით და აქედან გამომდინარე დაგიანესებთ, რომ სრული დიაგნოსტიკა 150 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი, ერთი კონკრეტული საკითხი იქნება 80 ლარის ნაცვლად 40 ლარი, რაც შეეხება 5 კითხვა, როგორც ტრადიციულად გვაქვს ხოლმე, იქნება 20 ლარი ამ შემთხვევაში და ასევე რიტუალებთან დაკავშირებით ძალიან არის ხოლმე ბევრი კითხვები და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე, რომ ძალიან რთულია რიტუალების გაკეთება, იმიტომ რომ ფასიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ რიტუალები იქნება 70%-იანი ფასდაკლებით, ისე რომ თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დატოვებულ ნომერზე, WhatsApp-ში ან Viber-ში მომწეროთ და დამეკონტაქტოთ, ხო? ასევე დავდებ ლინკს ჩემი ახალი, ესე ვთქვათ, Facebook გვერდის, სადაც ეტაპობრივად სხვადასხვა სახის სწავლებები იქნება, ხო? ანუ ვთქვათ, რიტუალები, მცირე რიტუალები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორ შეგიძლიათ გაწმიდოთ ენერგეტიკა სახლში და ასე შემდეგ, ხო? პატარ-პატარა რაღაცა თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებთ, დამემატოთ, ანუ მეგობრობას გამომიგზავნით, დაგიმატებთ და ნელა ეტაპობრივად იქაც რაღაც ინფორმაციებს მიიღებთ, რომ აქ არ დაგართვეთ ხოლმე დრო და ფასდაკლებებთან დაკავშირებითაც იქედან უფრო კარგად გაიგებთ, იმიტომ რომ არ მინდა ხოლმე რომ წაგართვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო. ეხლა კი დავიწყებ გაშლას და მოდი ვნახოთ პარტნიორი ვინ მოვა ჩვენთან სასაუბროდ, რა ენერგიებში არის ეხლა ამ ეტაპზე, რა ხდება თქვენ შორის, ანუ გავარკვიოთ, ხო, ახლანდელი პარტნიორია, წასული პარტნიორია თუ ვინ არის, ხო, ვინ მოდის სასაუბროთ ჩვენთან პარტნიორი. ნახოთ, ვინ არის პარტნიორი, ხა რა ენერგიებშია. ეხლა პარტნიორი რაღაცა თითქოს არის გაურკვეველ სიტუაციაში, რაღაცა თავის თავთან აქვს კამათი, შეიძლება სხვებთანაც ჰქონდეს კამათი, მაგრამ ნახეთ, ეს კამათი არის რაღაცა გამორკვევა იმ სიტუაციის რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი, ხო? რაღაცა გადაწყვეტილების მისაღებად შეიძლება ქონდეს, ხო, აი რაღაცა მოქმედება უნდა გააკეთოს და ამ მოქმედებისთვის აქვს საკუთარ თავთან, ესე ვთქვათ, რაღაცანაირად გადალაგება, გადაწყობა, გაანალიზება, ხო, რაღაც აი ამ სიტუაციაში არის. რასთან დაკავშირებით? რასთან დაკავშირებით და ოჯახთან დაკავშირებით. ადამიანი როგორც ჩანს, აქ ფიქრობს, რომ რაღაცა ცვლილებები უნდა გააკეთოს, თუ როგორც ჩანს, ოჯახის შექმნას აპირებს, ხო, ვიღაცა როგორც ესე გამოჩნდა აქ ეხლა ამ ეტაპზე. ხო, ეს ადამიანი არის თითქოს გადაწყვეტილებების წინაშე, გადაფასებების წინაშე, რომ როგორ გადადგას ნაბიჯი, როგორ იმოქმედოს. უკაცრავად დავამტკიცე კიდევაც, აჩქარად ვიღაცა ოჯახის შექმნას აპირებს და როგორ შექმნას გადადგას ნაბიჯი ოჯახთან მიმართებაში. თქვენ რა ენერგიებში ხართ? თქვენ ძალიან ისეთი ემოციურ, სიყვარულის ენერგიებში ხართ, რაღაცნაირად სტაბილურობას ვცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ. არა, ნამდვილად თქვენ ძალიან კარგი ენერგიებში ხართ და თქვენც მე მგონი ესე ვიტყოდი, რომ მზად ხართ ოჯახისთვის თქვენც. აქ ორი ადამიანი, როგორც ჩანს, ემზადება რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში, სტაბილურობის
შენარჩუნებაში თუ დასტაბილურებაში, აქ ძალიან დიდი ემოცია არის თქვენი მხრიდან, შეყვარებული ხართ, ბედნიერი ხართ, რაღაც აქ ახალი ურთიერთობაა, ან ურთიერთობა, რომელიც შეიძლება ესე ვთქვათ, არის ძალიან აქტიურ ფაზაში, ხო? რა ხდება ახლა თქვენ შორის? ნახეთ, აი თქვენ შორის რა ხდება, ესე ვიტყოდი. ამ ეტაპზე შეიძლება ორივეს გაქვთ როგორი მომენტი, იცით, აი ცოტა გარიდებული სიტუაცია გაქვთ, მე არ გეტყვით იმას, რომ დაშორებულები ხართ, იმიტომ რომ აქ დაშორებას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ნახეთ, რაღაცნაირად ორივე ხარ, ანუ თქვენ ურთიერთობაში არის, ესე ვთქვათ, შიშები. შიშები, ზუსტად ის შიშები, როგორ დაალაგდეს თქვენი ურთიერთობა. ხო, ნახეთ, რა სიტუაცია არის, თქვენ როგორც ჩანს, ბევრად უფრო შეიძლება წაუყენეთ კიდევაც თქვენ პარტნიორს, რომ ბოლო-ბოლო რას აპირებ, ხო? დგავ თუ არა ნაბიჯს და საერთოდ სად მიყავს ურთიერთობა. ან რა დასასრული აქვს ჩვენს ურთიერთობას. და აქ თქვენ სიტუაციაში არის ის მომენტი, რომ აი არ ხართ გარიდებულები ერთმანეთთან, მაგრამ აი რაღაც მომენტი გაქვთ შიში იმისი, რომ რამე ისი არ მოხდეს, ვინმე ისი არ ჩაერიოს, რამე ისეთი მანიპულაცია არ გაკეთდეს, რაც თქვათ გაგიფუჭებთ ხო სიტუაციას და თქვათ ეს ადამიანი არ გადმოდგას. აქ კიდევ ერთი მომენტი არის, შეიძლება აქ ვიღაცებმა თუნდაც არ გამიგოთ, მაგრამ შეიძლება ვიღაცებმა გააკეთეს რაღაცა პატარა ესეთი საახალწლო რიტუალებიც ხო, რაღაც ადამიანის ენერგია უფრო რაღაცა ესეთი ემოციური მომენტში იყოს. არის ეს რაღაცა მომენტიც ჩანს და თითქოს ისახება. თქვენს ურთიერთობაში რა ხდება? გეტყვით, რომ არის მდგომარეობა შიშების, მაგრამ ეს შიშები არის მხოლოდ და მხოლოდ აი რაღაცა პარტნიორი რამდენად შეძლებს აი ყველაფერზე წამოვიდეს, თქვათ, რასაც თქვენ ითხოვთ, ხო, თუნდაც. და მაგრამ აქ უფრო მეტი ენერგია იმისკენ მიდის, რომ აქ თქვენი ურთიერთობა აშკარად სერიოზულობისკენ მიდის, სერიოზული ნაბიჯებისკენ მიდის თქვენი ურთიერთობა. ძალიან კარგი, მშვენიერი. მოდით ვნახოთ, რას ფიქრობს პარტნიორი თქვენთან მიმართებაში, რას ფიქრობს პარტნიორი თქვენთან მიმართებაში. ძალიან უჭირს მიიღოს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობები აიღოს თავის თავზე. მაგრამ რას ფიქრობს? ფიქრობს იმას, რომ მიუხედავად თავისი გაჭირვებისა და თავისი ესე ვთქვათ, სტაბილურობის დარღვევის, ხო, თავის კომფორტის ზონის დარღვევის მდგომარეობა კი უჭირს, მაგრამ იცის, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელთანაც ვას უნდა ხართ, იმისი იმპერატრიცა, იმპერატორი ურთიერთობაში, იმპერატრიცა. მოკლედ, აშკარად ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ამ ადამიანს გააბედნიერებს, მისცემს ძალიან დიდ ემოციას, ძალიან დიდ სიყვარულს და ფიქრობს, რომ უჭირს ამ ყველაფრის დაძლევა, მაგრამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა გადადგას, უნდა გადაჭრას, უნდა იმოქმედოს, ხო? ანუ აქ არ არსებობს მეორე აზრი, რომ რაღაცა არ შეცვალოს, მაგრამ ამ ადამიანისთვის თქვენ მის ფიქრებში ხართ დედოფალი, კი არა და იმპერატრიცა, ადამიანი, რომელიც ყველანაირად ამ ადამიანს არის შექმნილი, ხო? რაღაცა ესეთი მომენტი. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? გრძნობებთან მიმართებაში, რა გითხრათ? გრძნობებთან მიმართებაში აქვს ძალიან დიდი უნება, ძალიან დიდი ემოცია, 4 უმაღლესი არკანით. რა შემილია გითხრათ? ის რომ თან თუმცა შეყვარებულები და ამ დასტაში და შეყვარებულები ნამდვილად არჩევას არ ნიშნავს. აქ უკვე არჩეული მდგომარეობა არის. გრძნობებში აქვს გრძნობები, აქვს ემოციები, აქვს ნება, აქვს სურვილი, აქვს მიზნები და რო იტყვიან თქვენ ხართ ის ადამიანი მისთვის, რომელიც მათ შეიძლება ახალი სამყარო გავუხსენით, ხო? ანუ რაღაცნაირად ახალი ენერგიები მიეცით.
თავდაყირა დააყენეთ მისი ცხოვრება. შეიძლება ითქვას, რომ აი ადამიანს თუ ქონდა რუტინული სიტუაცია სამსახური სახლი ან რაღაცა თავისი კონკრეტული რაღაცა მდგომარეობა, თქვენ ეს ყველაფერი ამოატრიალებთ, თქვენ ეს ყველაფერი შეცვალთ. აი ადამიანი, რომელიც თქვა ძალიან ჯიუტი იყო, რომელიც ძალიან ისეთი უხასიათო იყო, რომელიც არ უყვარდა სახელიდან გასვლა, შეიძლება ითქვას, მარტივად რაღაცა საქმესთან მიმართებაში იყო და ანუ ამას აკეთებდა და იმის იქეთ არაფერს არ ფიქრობდა და არ აკეთებდა, ხო? თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი შეუცვალეთ, თქვენ აბსოლუტურად ყველაფერზე სხვანაირად დააფიქრეთ, სხვანაირად გადაახედეთ და თითქოს აი გზაგასაყარზე დატოვეთ. ახლა როგორ მომენტში იცით, რომ აბა რომელი გზა უფრო მოგწონს, ის ცხოვრება, რაშიც იყავი, თუ ეს ცხოვრება, რაც ჩემთან ერთად გაიარე და თქვათ გადიხარ, ხო? რაღაცა ეს მომენტი აქვს და აი ეს ყველაფერი ამ ადამიანისთვის ძალიან დიდ ემოციას, ძალიან დიდ სიყვარულს იტევს. კარგით, ნახოთ აბა კონკრეტული ნაბიჯი. უახლოესი პერიოდი ავიღოთ, რა ვიცი 2-3 თვე, ვის როგორ უნდა ხო ზოგს ერთი თვე. მოდით ნახოთ უახლოეს პერიოდში მისი კონკრეტული ნაბიჯი თქვენს მიმართ. ნახეთ მისი კონკრეტული ნაბიჯი თქვენს მიმართ ცოტა ესეთი უცნაური ნაბიჯია. ეს ადამიანი ეცდება რომ იშრომოს. ეს ადამიანი ეცდება რომ რაღაცნაირად მოიყვანოს სისრულეში. შეიძლება თქვენი თხოვნა, თან თქვენი ულტიმატუმი, ხო? მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირად ეცდება რომ ცოტა დრო გაწამოს. ამ ადამიანს აქვს ეს მომენტი, რომ რაღაც, იცით რა არის, აქ შეიძლება ეს გაგეცინებათ, მაგრამ თითქოს ადამიანი ფიქრობს, რომ რამე ხომ არ გაუკეთეთ ისეთი, რომ ეს რადიკალურად არის შეცვლილი თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ მისთვის უჩვეულო ქმედებებს აკეთებს თქვენთან მიმართებაში, ხო? აი მისთვის უჩვეულო იყო ის ემოციები, რასაც თქვენთან ხარჯავს, ან იღებს თქვენგან. მისთვის უცნაურია და წარმოუდგენელი იყო, რომ ვთქვათ, თქვენთვის ღამეს გაათენებდა და ვთქვათ, შუაღამემდე გესაუბრებოდა თქვა თუნდაც ან სამსახურში მოგაკითხავდათ ჯექა ყავით ხელში, ხო? რაღაცა ამ ადამიანს ძალიან უჩვეულო რამეები ხდება მის ცხოვრებაში და რაღაც მომენტში აქვს ეს განცდა. შეიძლება აქ რაღაცნაირად კოლეგებიც მიყურებენ და ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენი ძალებიდან გამომდინარე რაიმე ისეთი ხომ არ გაუკეთეთ, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად შეცვალეთ. მაგრამ მას ექნება აუცილებლად ნაბიჯები, მას ექნება აუცილებლად რაღაც პასუხები იმ წინადადებებზე, იმ კითხვებზე, რომელსაც თქვენ დაუსვით, თქვათ და დააყენეთ რაღაცა გადაწყვეტილების მდგომარეობაში. მას ექნება ამაზე პასუხები, მაგრამ ცოტა ეცდება რომ დრო გაწელოს, იმიტომ რომ ნახეთ როგორი მომენტია. აქ შეიძლება ითქვას ცუდად არ გამიგოთ სამკუთხედის მომენტიც მესახება რატომღაც მის ქმედებებთან მიმართებაში. ნუ არ ვიცი ხა ხო, ყველას თავისი სიტუაცია აქვს, მაგრამ ნუ გავსაზღვროთ მაინდა-მაინც რომ თქვათ პარტნიორთან მდგომარეობა, თუმცა ნუ ყველას თავისი მდგომარეობა არის ის მომენტი, რომ შეიძლება ვიღაცას მშობლებთან უწევს რაღაცის ახსნა, განმარტება და სჭირდება ამისთვის დრო, რომ აუხსნას, დაალაგოს და შემდეგ გააკეთოს ნაბიჯი, ნუ ვიღაცა შეიძლება მართლაც ყავს ვიღაცა მესამე ადამიანი არის ურთიერთობაში და შესაბამისად მასთან უნდა გადავა. ყოველ შემთხვევაში ნახეთ ნაბიჯებთან მიმართებაში ამ ადამიანს ექნება ნაბიჯები, აუცილებლად იქნება ის პასუხები, რაც თქვენ გინდათ რომ მიიღოთ, მაგრამ ცოტა არ იყოს და დრო დასჭირდება იმისთვის, რომ აი ეს სამკუთხედი მდგომარეობა, აი ეს რაღაცა გაიასნება, ცოტა მოპატიეთ ესეთი ჟარგონული ნათქვამით
ხო, რაღაც აი გამომჟღავნება სიტუაციის თქვენი ურთიერთობის დასტაბილურებისკენ სჭირდებათ, რომ მაგრამ თქვენსკენ ამ ადამიანს ნამდვილად კარგი და სერიოზული ნაბიჯები აქვს, იმდენად კარგად იაზრებს, რომ ყველაფერი უკან უნდა მოიტოვოს და წინ წავიდეს, იმიტომ რომ თქვენთან ეს ადამიანი სულიერ სიმშვიდეს გრძნობს, სულიერ დაბალანსებას, არა მარტო სულ თქვენგან ნახეთ, ეს ადამიანი თითქოს ვიტყვი ესე, რომ მისთვის მასწავლებელიც ხართ, ცხოვრებისეული შეიძლება ითქვას, რაღაც უხსნით იმ მდგომარეობებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანის ცხოვრებისთვის. ხო, ნუ ამ ადამიანის ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში ნამდვილად სასიკეთო არის, ნამდვილად კარგი არის, უბრალოდ ცოტა დრო სჭირდება იმისთვის, რომ აი რაღაცნაირად გადაალაგოს, დახუროს რაღაცა სიტუაციები, თქვათ, ხო და ნუ თქვათ თუ ადამიანი არ ყოფილა, თქვათ, არ არის ხო ქორწინებაში და რაღაცა უნდა რომ თქვენთან ხო გააგრძელოს ურთიერთობა, თქვათ ოჯახში უნდა აყენოს ხო საკითხი, რომ იცი მე всё ვამთავრებ ჩემს მარტო სულ ცხოვრებას და მომყავს ცოლი და რაღაცა ვაპირებ მასთან ერთად ცხოვრებას, ხო რაღაც აი ეს მომენტები აქვს. აი ამ ადამიანს ყველანაირად სჭირდება დრო იმისთვის, რომ ეს რაღაცა სიტუაციები დაალაგოს. ნუ კიდევ ერთხელ გავანებით, ვისთვის შეიძლება კონკრეტული ქალიც იყოს, ვიღაცისთვის ნუ ეს ოჯახი იყოს, ხო? თუმცა თქვენსკენ ნაბიჯები მკვეთრად იქნება ისეთი, რომელიც თქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ლოდინათაც კი შეიძლება რომ გიღირდეთ. იმიტომ რომ ამ ადამიანს თქვენს მიმართ ძალიან დიდი მიჯაჭვულობის მომენტი, იცით ოღონდ, მაგრამ ნახეთ მიჯაჭვულობას არის რამდენნაირი, ხო? რაღაც მიჯაჭვულობა, როდესაც აი უბრალოდ ემოცია ეშინია, რომ ემოციურად არ გაცარიელდეს, ხო? ან თქვათ აქვს მიჯაჭვულობა რაღაცა ნების მომენტში. არა, ამ ადამიანს აქვს ყველანაირი მიჯაჭვულობა. ამ ადამიანს აქვს როგორც ემოციური, ისე ნებითი, ისე გონებითი. უფრო მიჯაჭვულობა კი არ არის, ეს არის ურთიერთობა, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო ურთიერთობაში, ეს ერთადერთია და პირველია. აი ესე ვიტყოდ, ეს არის ერთადერთი და პირველი ის ურთიერთობა, რომელმაც ყველა ასპექტით შეავსო ეს ადამიანი. მოდით ვნახოთ, თქვენ რას გირჩევთ სამყარო ამ სიტუაციაში? თქვენ რას გირჩევთ სამყარო ამ სიტუაციაში? თქვენ იყავით სუბუქად. დაელოდეთ ამ ადამიანს. ნუ შეიყვანთ თავს ჩიხში. ნუ ეცდებით, რომ ბევრი იფიქროთ, ბევრი გადაწყვეტილებები მიიღოთ, ხან იქეთ იყოთ, ხან აქ იყოთ. დაასრულეთ. გაურკვევლად ყოფნა, დაასრულეთ წუწუნი, დაასრულეთ რაღაცა შიშები თქვენში, ხო, რაღაც მომენტში დაასრულეთ და დატკბით. უბრალოდ იცით რა არის, ნახეთ, სამყარო გირჩევთ, რომ უბრალოდ სუბუქად მივდექით, ეხლა ნუ ნერვიულობთ იმაზე, იმიტომ რომ იქ თქვენს ურთიერთობაში რა ხდება შიშების მომენტი ამოვიდა და ნახეთ სამყარო გონებთ და დაასრულოთ ეს შიშები, იმიტომ რომ ეს შიშები შეგიყვანთ ჩიხში, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ იმდენ რაღაცაზე იფიქროთ და გადაფასება გაუკეთოთ თუ გადახარისხება გაუკეთოთ, რომ კიდევ ბევრი ისეთი ნიუანსი ამოიტივტივოთ გონებაში, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის თქვენ ურთიერთობასთან და რაღაცნაირად პირიქით ჩიხში შეიყვანოთ საკუთარი თავი, ხო, რაღაც მომენტში შეიძლება თქვათ, რომ აი რატომ მიყვარს საერთოდ და მოდი არაფერსაც არ დაველოდები, არაფერ დროს არ მივწევ და საერთოდ კარგად იყოს, ხო? და დაუშვათ ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ამ ადამიანს აი დაუშვათ დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ამ ადამიანს თქვენთან ოჯახი უნდა თქვა, მინდოდა მე თქვა და მოჭერი არკანი და პირდაპირ ოჯახის არკანზე. უბრალოდ დატკბით სიმსუბუქით, უბრალოდ დატკბით ემოციებით, რომელსაც გაძლევთ ეს ადამიანი, მიეცით საშუალება, რომ გადააფასოს, გადაალაგოს, მოაგვაროს თავისი მდგომარეობა იმისთვის, რომ თქვენ შემოგთავაზოთ უკვე
სწორი გზა ხო, სწორი ურთიერთობა და ჩამოყალიბებული ურთიერთობა. ეს ადამიანი აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯს, თქვენ აუცილებლად იქნებით ერთად, ესე ვიტყოდი, რატომღაც ეს ენერგიები ძალიან მკვეთრად მომდის, ვერ შეძლებს ეს ადამიანი თქვენს დავიწყებას, ვერ შეძლებს ეს ადამიანი თქვენგან წასვლას, ამიტომ უბრალოდ მიეცით მართლა საშუალება იმის, რომ ადამიანმა უბრალოდ დრო სჭირდება. ამისთვის ძალიან ნელა აკეთებს ამ ყველაფერს, თხილად აკეთებს იმის და ქედან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ გავნებით. ეს არის ურთიერთობა, რომელიც არასოდეს არ ქონია ამ ადამიანს. შეიძლება ვთქვა ის მომენტიც, რომ პირველი სიყვარულია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ ადამიანს არაერთი ურთიერთობა ქონოდა, თქვათ არაერთი პარტნიორი ყოლოდა, ხო? რაღაცა შეიძლება ცოლშვილიც გიყავდა, ოდესღაც, თქვათ, ან რაღაცა ისეთ ყოველ შემთხვევაში ეს არის ის ურთიერთობა, რომელიც მის ცხოვრებაში არასოდეს არ უგრძნია. ამიტომ მიეცით დრო, სამყარო გირჩევთ, მეტი სიმსუბუქე, მეტი მინდობა სამყაროსთან, თქვენი თავისფასი იცოდეთ, დატყვით თქვენი ენერგიებით, ჩადეთ თქვენი რესურსი სამსახურში, სამუშაოში, ცოტა გადაერთეთ, ხა პენტაკლების მდგომარეობა და ანუ გადაერთეთ საკუთარ რაღაც განვითარებაში, თუ რაღაც ვერ ახერხებთ, რომ არ იფიქროთ ესე 24/7 ამ ადამიანზე, რაღაც დაიკავეთ თავი ცოტა ისეთი უფრო მეტი დრო დაუთმეთ თქვენს განვითარებას, იმისთვის რომ ამ ადამიანთან მიმართებაში რაღაცებზე ძალიან ბევრი არ იფიქროთ და არ იყოთ რაღაცით ჩაციკლული, მაპატიეთ ესე ვიტყოდი, ხო? რაღაცნაირად სულ ამ ადამიანზე ფიქრების მდგომარეობაში და ეს ადამიანი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. რაც უფრო მეტად იქნებით თქვენ თავზე ორიენტირებული. იმიტომ რომ როგორც ჩანს, მას თქვენ მოსწონხართ, როგორიც გაგიცნოთ, ხო? მე წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ, ბედნიერებას ითეულ თქვენთაგანს და ძალიან გამიხარდება ამ ვიდეოს ქვემოთ თუ ნახავ ძალიან ბევრ კომენტარს, რომ ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კარგად არის და მართლაც რომ ეს ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას და დღეს ბედნიერები ხართ. ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა იყოს, გამიხარდება ესეთი მესიჯების წაკითხვა. წარმატებებით ითეულ თქვენთაგანს და ბედნიერება.